როგორ ემზადებიან მეორე ტურში მონაწილე პოლიტიკური პარტიები არჩევნების და როგორია მათი შეფასებით წინასაარჩევნო გარემო. დღეს კომენტარი განმეორებითი კენჭისყრის შედეგებსა და ანაკლიაში მომხდარ ინციდენტზეც გააკეთა. ამ თემებზე განმარტება უწყებათა შორისი კომისიის თავმჯდომარემაც გააკეთა. ნინო სამყურაშვილია პირდაპირ ეთერში. ნინო, კონკრეტულად რას აცხადებს თეატრო ლუკიანი? იმისათვის, რომ მეორე ტურის წინასაარჩევნო გარემომ ჩაიაროს მშვიდ ვითარებაში, თეატრო ლუკიანი მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, რომ დაპირისპირებისა და კონფლიქტების გარეშე წარმართონ თავიანთი წინასაარჩევნო კამპანია. თეატრო ლუკიანი აცხადებს, რომ ყველა ის საკითხი, მათ შორის ანაკლიაში მომხდარი ინციდენტის განხილული იქნება უწყებათა შორის კომისიის ხდომაზე. ყველა ადამიანს იქნებიან შტაბის უფროსები, კანდიდატები, ყოფილები თუ არჩეულები მოუწოდებ კიდევ ერთხელ მორიგჯერ, რომ თავი შეიკავონ ყველანაირი კონფლიქტისგან, რადგან არჩევნები არ არის კონფლიქტისთვის შექმნილი, არჩევნები არის შექმნილი იმისთვის, რომ კანდიდატები მშვიდობიან გარემოში შეეჯიბრონ ერთმანეთს და ხალხს მისცენ საშუალება გადაწყვიტოს ვინ ვის ჯობია. იარაღით, ყვირილით, ჩხუბით არჩევნების ბედი არ წყდება. არის პირდაპირ გამოყენება ძალადობრივი ჯგუფების, კრიმინალური მიდრეკილებების ადამიანების და კრიმინალური საქციეების. არ უნდა გაგვკვირდეს, რომ ასეთ გაგრძელებას პოვებს, როდესაც ხაზური არ არის გამოყენებით, თუნდაც მათი მტკიცებით ზეიმს ქონდა, ხო ვიტყვი, არა უშუალოდ. ეს არის ყველაზე უფრო სახიფათო ტენდენცია და სახიფათო ეს არის არა რომელიმე პარტიისთვის, არა ოპოზიციის, არამედ ჩვენი ქვეყნისთვის და იმ სახელმწიფოებრივისთვის, რომელსაც ჩვენ ყველანი ერთად მოუფრთხილებოდეთ და მართული პარტია პირველ რიგში. ძლდება ამ ორი პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ფარსი. ისინი ყველანაირად ცდილობენ, რომ როგორმე არ დაირღვიონ იდილია და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და ყველა დონის კომისიებში ნინო ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიციამ თავის კომისიის წევრები არ შეიყვანოს, რაც უკვე ჩვენ კანონით გვეკუთვნის მიღებული შედეგებიდან გამომდინარე. წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგს უწევენ ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები. ისინი აცხადებენ, რომ აკურდებიან ყველა მიმდინარე მოვლენას და იმ შემთხვევაში თუ რაიმე განსაკუთრებული დარღვევა იქნება, ისინი დროულად აცნობებენ ამას, როგორც შესაბამის უწყებებს და პირველ რიგში უწყებათა შორის კომისიას. შეეხება მორატორიუმის დარღვევასაც ჩვენ თვალს მივადევნებთ ამ მოვლენების განვითარებას, მსვლელობა მიეცემა ამ პროცესებს და შესაბამისად ჩვენ ანგარიში აუცილებლად გავაკეთებთ ამ ყველაფრის შეფასებას. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია რომ რა პროცესები იქნება, თუნდაც მეორე ტურებამდე. ვფიქრობთ, რომ ალბათ კონკურენტულ გარემოში წარიმართება, იმიტომ რომ შესაბამისად ამ არჩევნებში მეორე ტურების არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ საუკეთესო შედეგის მქონე ორი კანდიდატი და აქედან გამომდინარე ალბათ უფრო კონკურენტული გარემო გვექნება. თუ როგორი არის წინასაარჩევნო გარემო, ამაზე იმსჯელებენ ხვალ, როგორც გითხარით, უწყებათა შორის კომისიის ხდომაზე. უწყებათა შორის კომისიის ხდომაზე დაახლოებით 6 საკითხი არის ამ დროისათვის ჩანიშნული და ხვალ ანაკლის ინციდენტთან ერთად ქვის წესრიგში ასევე იქნება გიგი უგულავესლის ბრალის წარდგენის საკითხიც. ალბათ ეს ნინო სამყურაშვილი იყო. ქართული ოცნება მოსახლეობა